საქართველოს ნაკრებამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსები დაკარგა უკვე 99%-ით ჩვენთვის ყველაფერი დასრულებულია. ბოლო ორ შეხვედრაში ჩვენი ნაკრებისგან თლიანად, სამწვრთნელო შტაბისგან, ფეხბურთელებისგან ვიხილეთ ისეთი თამაში, რასაც ბოლო წლებში მიჩვეულები არ ვიყავით. სრული ფიასკო იყო, სისტემის სრული ჩამოშლა, ამ ყველაფერს არ ჰყოლია ერთი დამნაშავე განტევების ვაცი. ყველაფერს ახლა მივყვები დეტალურად. დღეს ძალიან მძიმე, სერიოზული, მაგრამ საჭირო საუბარი გველოდება ცრუცხრიანში. ახლა ზედმეტ დროს ნუ დავკარგავთ და გადავიდეთ უკვე ანალიზზე. სანამ უშუალო დეტალებზე გადავიდოდე, ორი წამის საქმეს შეგახსენებ, დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, დღეს მაქსიმალურად ჭირდება თქვენი მხარდაჭერა და კომენტარებს რო დაწერთ, ამაში დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, გამოიწეროთ კრისტალ სპორტის YouTube არხიც. გათამაშებაც კვლავ ჩვენთან არის ტრადიციულად და ამ ყველაფერს უკვე ბოლოსკენ დაუბრუნდებით. პირველი თემა, ადრე რამდენიმე ვიდეოში ვახსენე, რომ კამბექი, მათის შემოbrunება საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლი იყო ყოველთვის და ზოგადად, ფეხბურთში გრანდებიც რომ ავიღოთ, როდესაც გოლს გავუშვებ, თუნდაც სწრაფს, ისეთ არასასიამოვნო დროს როცა არ ელოდები, რამდენიმე წუთით დაბნეულობა, ქაოსი, ემოციებს აყოლა, იგრძნობა და ყველას მოსდის ეგ რა უმაღლესი დონის გუნდებსაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ შემდეგ ლაგდებიან, თავი ხელში აყავთ, ეს ემოციები გადადის უკვე უკანა პლანზე და უბრუნდებიან მატჩს და ასე ვთქვათ, ატრიალებენ, აკამბექებენ, როგორც იტყვიან რა. და საქართველოს ნაკრებს ბოლო 20 წელიწადში სულ 2-2 კამბექი აქვს. ისიც საცოდავ ალბანეთთან, დღევანდელ ალბანეთთან კი არა, ძველ მაჩანჩალ ალბანეთთან არაფრის მომცემ მატჩებში. ეს რაზე მეტყველებს, ხო? თაობებს ჩვენს ნაკრებში აქვს მენტალური, ფსიქოლოგიური პრობლემა, რაზეც არავინ მუშაობს. ესეთ დროს მწვრთნელმა უნდა გააკონტროლოს გუნდის ემოციები, ფეხბურთელების, როდესაც უცებ 0-1 ხდება და ამ შემდეგ რა. მწვრთნელს ევალება ამ ემოციების კონტროლი და თუ გუნდში საერთოდ ფსიქოლოგი არის და ამაზე ნამუშევარი არის კოლექტიურად, ეს ხომ საერთოდ უმაგრესი ამბავია, ესეც არასდროს ყოფილა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგეს ჩვენს ნაკრებში ეს საკითხი, უნდა ავიყვანოთ ფსიქოლოგი, არა მარტო ეროვნულ ნაკრებში, არამედ ყველგან კლუბებსაც ჭირდებათ ეგ და ასაკობრივებსაც, დაუშვათ თუ კონკრეტულ გუნდში, ნაკრებში ან კლუბში ვერ მოიძებნა, შესაძლოა ისეთი მწვრთნელი მოძებნო, რომელიც ძლიერ ტაქტიკოსთან ერთად არის ასევე ძლიერი ფსიქოლოგიც. ასეთი შემთხვევებიც გვინახავს სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ჩვეულებრივი ამბავი ეგეც. ეს არის პირველი პრობლემა, რითაც მინდო დამეწყოთ დღევანდელი ანალიზი და შემთხვევითი არ არის რა, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, რომ 4-5 სხვადასხვა თაობა 2 და 3 დეკადის განმავლობაში 0-1-დან თამაშს ვერ ატრიალებდეს. სიგიჟეა უბრალოდ კატასტროფული სტატისტიკური მაჩვენებელი არის და ეს მარტო სტატისტიკა არ არის და მარტო ციფრები არ არის რა. ეს პრობლემა აქედან მოდის და არის მისახედი და ამაზე ჩემი კოლეგებიც რო საუბრობდნენ წლები უფროსი თაობის წარმომადგენლების და ჩემი თაობაც და გულშემატკივრებიც რო ხედავენ, ესე იგი ყველანი არ გავგიჟებულ ვარ და არ ვწვდებით, მართლა დგას ეს პრობლემა და ვიღაცამ კეთილი უნდა ინებოს და ამაზე იმუშაოს. გუშინდელი მატჩის შემდეგ ძალიან პოპულარული კითხვა იყო, ასე ვთქვათ, უარყოფით კონტექსტში. ის ორი კუთხური ბევრმა ვერ გაიგო, რატომ იყვანდა გოლიათ მერიხ დემირალს ჩვენი კიტეიშვილი, რომელიც პლუსიც არ არის არასდროს ყოფილა მესახაერო ორთაბრძოლები. ბუნებრივი არის, აღნაგობიდან გამომდინარე, ასე არ უნდა მოხდარიყო. ბევრს ეგონა ეს დამთხევა, ან დავალება, ან მოკლედ, რა, ხალხს აინტერესებდა და ამ თემაზე გუშიღამით ვიმუშავე და ეხლა მინდათ ყურადღებით მოусმინოთ თუ რატომ მოხდა ამ შეცდომის დაშვება ჩვენი გუნდის მხრიდან. კუთხურების დროს არსებობს ორი ზონა, შემაკავებელი და თავისუფალი. და ახლა აგიხსნით ყველაფერს დეტალურად რა და როგორ იყო. კუთხურების დროს, გუნდი იყოფა ორ ნაწილად, თავდაცვისას არის პირველი 4-ეული ფეხბურთელების, რომელიც ბურთზე თამაშობენ, თავისუფალ ზონაში და მეორე ხაზის 5-ეული, რომელიც მეტოქის მოთამაშეებს ბლოკავს. ამას შემაკავებელი ზონა ეწოდება. კიტეიშვილი მეორე ზონაში იმყოფებოდა ამ კუთხურების დროს, შემაკავებელში. ხშირად შემაკავებელ ზონას მეკარის საჯარიმოს უწოდებენ, პატარა საჯარიმო მოგეხსენებათ ყველას, სადაც მეკარისთან შეხებაც კი ჯარიმით ისჯება. ამ 5 მეტრიან მონაკვეთს ეწოდება შემაკავებელი ზონა. თავისუფალ ზონას კი უფრო საჯარიმოს შუა და წინა ნაწილს ეძახიან. ამ მომენტში უბრალოდ ბურთზე სხვა ფეხბურთელს უნდა ეთამაშა და არა კიტეიშვილს და რატომ მოხდა ახლა ეს ყველაფერი. პირველი გოლისას დემირალი შემაკავებელი ზონიდან უცებ ამოვიდა და გაგვიტანა. მეორე გოლისას კი პირიქით გააკეთა რა, თავისუფალ ზონაში იყო
და უცებ შემაკავებელისკენ შეიჭრა და ისევ გაიტანა. ორივე ჯერზე კიტეიშვილი იმიტომ შერჩა, რომ თავად ასე დაგეგმეს თურქებმა. ეს არ ყოფილა შემთხვევითობა და უბრალოდ ჩალხანოღლუმ ჩააწოდა და ასე დაჯდა. ჩვენი გუნდი ანუ სტანდარტულებზე რო არ მუშაობს, ეს წლებია ვიცით, დეკადებია უკვე და რა თქმა უნდა, მეტოქემ შეგვისწავლა და ეს იყო ყველაფერი გეგმის ნაწილი. და რა შემდგომარეობდა თურქების ფანდი. მონტელამ გადაწყვიტა, რომ მათ ტანმაღალი ფეხბურთელები კუთხურის დროს შემაკავებელ და თავისუფალ ზონებში მონაცვლეობით გადაიადგილებინა. და ჩვენები ამით დააბნიეს. დემირალიც ამ ფანდის მთავარი მოქმედი ნაწილი იყო, რომელიც ჩაწოდებისას თავისუფალი ზონისკენ დაიძრა და სწორედ ამიტომ მოუწია კიტეიშვილს მასთან ბრძოლა. საქართველოს ნაკრებში ამაზე, როგორც გითხარით, არასდროს მუშაობდნენ და ახლაც ასე მოხდა. ამიტომ ძალიან მარტივია, მონტელა არის ვილის ანილზე გაცილებით მაღალი დონის მწვრთნელი და უკეთესი ანალიტიკოსები წავთ გუნდში. ეს არის სამწუხარო ფაქტი. ახლა მაინტერესებს თქვენი აზრი, ანუ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, თუ იცოდით ამის შესახებ რაიმე და ზოგადად რა უნდა მოხდეს, რომ კი მიდის ეს ინფორმაცია სამწვრთნელო შტაბამდეც, ფედერაციამდეც, ზოგადად კომპეტენტურ პირებამდე, ვისაც ევალება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ წინა ვიდეოები ჩემი ხო გინახავთ და ბევრ თქვენგანს განსაკუთრებით ნაკრების მატჩების ანალიზი ყოველთვის მაქვს და სულ უსვამ ხაზს მეტოქიდან გამომდინარე დაგეგმვაზე რა. აი მეტოქეს უნდა მოერგო, შენ არ ხარ ბაიერნი და რაღაცა რეალი, რომ შენ მოგერგოს მეტოქე და აი ერთი სქემით თამაშობ ყველასთან და კეთილი ინებონ და მე მომერგოს მეტოქე. ეგრე არ ხდება რა. ჩვენ დაბალ დონეზე ვიმყოფებით ჯერ სამწუხაროდ და რესურსიდან და მეტოქიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს კონკრეტული შეხვედრის დაგეგმვა. ასევე უნდა შეისწავლო შენი მეტოქე, იმიტომ რომ კონტრდაზვერვას გიკეთებს, ბუნებრივია კონკურენტი მწვრთნელი ვინც არის. მაგალითად უკრაინამ რომ პირველმა დაგვიმუღამა და გაგშიფრა იქ 1-0 წავაგეთ პოლონეთში ერთა ლიგაზე. მან ხო გამოჩნდა დემჩენკომაც ისაუბრა დილას ყოფილ მწვრთნელმა, რომ შეამჩნიესო რა ქართველები და ადრე არავინ არ გვაქცევდა ყურადღებას და ზოგადად არასწორი დაგეგმვის შედეგი იყო შემდეგ ალბანეთთან მეცხზე 0-1 მარცხი რომელსაც გადაწყვიტა რომ სოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდოდეთ. სიამდვილეში იქ გადაწყდა რომ ვერ გავიდოდით. ახლა ამ მატჩების წაგებით კი არა. იქ უნდა მოგვეგო ის მატჩი და უკვე ჩეხეთი ვეღარ გვეწეოდა და ახლა ჩვენ ვიждდებოდით პლეი-ოფში და მარტს დაველოდებოდით ბედნიერად და მშვიდად. მაგრამ ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა გამოიჩინა კიდევ ერთხელ უყურადღებობა და მიუტევებელი შეცდომები დაუშვა, რაზეც არავისთან უსაუბრიათ და არც აპირებენ როგორც ჩანს საუბარს გუშინდელი პრესკონფერენციის მიხედვით. ეს არის კატასტროფული შეცდომა დაგეგმარების ამბავში და მე რამდენი მატჩი უნდა დაგვიგროვდეს, რომ მეტოქეები გვსწავლობენ, გვიმუღამებენ, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, ხრელებს ჩვენს უკანა ხაზში და გუნდში ზოგადად და შედეგი სახეზეა რა. ეს ყოფილიყო ნეიტრალური მატჩი, მე დიდი სიამოვნებას მივიღებდი და აი ბედნიერი სახით გავარჩევდი ახლა ცოცხლიანში რაღაც ისო ყოფილიყო რა. პოლონეთი, შვეიცარია ან რამე, ვილიარეალი სოსიედადი, ხო? მაგრამ არ იყო სამწუხაროდ, იყო საქართველოს თურქეთი. აუცილებლად დალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, როგორც მოგესალმებით, ჩვენი ტრადიცია, გათამაშება ირთვება 2000 ლაიქზე. როგორ მოგეწონათ ეს კუთხურის ანალიზი, ჩემი გარჩევა და თქვენთვის რა იყოს სიახლე აქ. მოკლედ კომენტარებს ველოდები, რა თქმა უნდა, ყველა საინტერესო ნაწილზე. გადავიდეთ ახლა მორი კადრზე. შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა პრობლემები შეთამაშებასთან დაკავშირებით, ანუ რა და რას მინდა ეხა ხაზი გავუსვა. აქ ლოჩაშვილს ამოაქვს ბურთი ევროპის ჩემპიონატზე სხვათა შორის მატჩების ანალიზი როცა მქონდა ევრო 2024-ის იქაც ლოჩაშვილი დაემთხვა და ეს შემთხვევითობა ვერ იქნება. ზოგადად ლოჩოს ახასიათებს ასეთი დაუკვირვებელი ბურთის ამოტანა. თუ კარგია და პლუსები აქვს უკან, აი წინ ბურთის ატანაში მოიკოჭლებს. ხედავთ აქ კადრში ლოჩაშვილს ამოაქვს ბურთი, მექოვიშვილი თავისუფალ ზონაში გაეხსნა, იქეთ კიტეიშვილიც ანიშნებს რომ მექოვიშვილს მიეციო და მექოვას გავლით უკვე საერთოდ სერიალში იყო ქოჩორა. და ლამაზად ამოდიოდით. ლოჩაშვილი არ იმჩნევს ამას, არ უყურებს. დაუჯერებელია რომ ასე ახლოდან ვერ შეემჩნია თავისი გუნდელი და აკეთებს გრძელ პასს წინ, ანუ ზუსტად იგივე შვებოდა ევროპის ჩემპიონატზეც. აი ეს ახასიათებს რა. თუ ეს დავალება იყო მწვრთნელის კატასტროფა, იმიტომ რომ მიქაუტაძეზე გზე მაღალი პასი დემირალთან, რავი, იგივეა რაც კიტეიშვილს მოვიდა კუთხურების დროს დემირალთან. აი არ შეიძლება. მოკლედ ეს იყო პრობლემა. გავიარეთ, ეხლა შემდეგ კადრზე მინდა გადავიდე. მე-12 წუთზე ანგარიში უნდა გაგვეხსნა და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ეპიზოდს, აქ 1-0 წაგვეყვანა. თურქეთიც მაგარი პანიკა გუნდია, ჩვენი არ იყოს და ეგრევე ირღვევიან ერთი გოლის გაშვების შემდეგ. ევრო 2024-ს ეგ ყველაფერი გამოჩნდა, როცა გავათანაბრეთ 4-ჯერ მეტი იყვნენ ხომაგებით სტადიონზე და სამარისებრი სიჩუმე ჩამოწვა და თურქების თამაშიც სრულიად აირია. თავარი დამნაშავე ამ ეპიზოდში, ნუ ბევრს აერია და დავითაშვილი ეგონა.
მიხაუტაძე იყო აქ რა ზუკამ ძალიან მაგრად ამოიტანა ბურთი გააყოლა ჟორჟს და აქ ხედავთ უეჭველი პასი უნდა გაეკეთებინა მექობიშვილის და კვარაცხელიასკენ ცველი თურქების ერთადერთი რომელიც ახლოს იყო აშკარად ჩანს რომ მანევრირებს დავითაშვილისკენ ზუკამ აქ ძალიან სწორი ჩარბენი გააკეთა და ეს ჩარბენი ბევრად უფრო დასაფასებელი და ფასეული იქნებოდა პასი მარცხნივ რო გაეკეთებინა მიხაუტაძეს იმიტომ რომ ეს არის მანევრი გადაგყავს მცველები და ორ კაც ტოვებ ერთი ერთზე მიხაუტაძემ ამ დონის ტოპ ექსტრა კლასის ფორვარდი არის ხო ვიცით რა ანუ იუვენტუს და რეალს ვერ გაუტანა შემთხვევით ესეთ მაგარ გოლებს მაგრამ ანუ აქ რაღაცა ჭირს ანუ ჩვენს ნაკრებს ბოლო პერიოდში რა რაღაც გუნდურობა დაირღვა ერთმანეთს პასებს აღარ აძლევენ და ის გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ის იდილია რაც იყო არა მარტო მინდორს მიღმა მინდორზეც იყო ეს ყველაფერი რა ეს ამას ვეღარ ხედავთ უკვე რა აქ აშკარად საგოლე მომენტი გაუშთხილან ესეთი ეპიზოდი სხვადასხვა კიდევ იყო მოგვიანებით უკვე იქ დავითაშვილმა გამოიჩინა ეგოისტობა ძალიან მაგარი რიედი ჰქონდა და მარცხენათი გადაწყვიტა საჯარიმოს გარედან გოლის გატანა და მექვაბიშვილი და მიხაუტაძე ეხსნებოდნენ მარცხნივ და აქაც უეჭველი პასი უნდა მიეცა და აქაც საგოლე მომენტი იყო ძალიან რეალური მოკლედ ესეთი რამ ორჯერ როცა ხდება შეხვედრაში და ორი სხვადასხვა ფეხბურთელი აკეთებს იღებს ასეთ არასწორ გადაწყვეტილებას ეს კონკრეტული მოთამაშის პრობლემაზე არ მიუთითებს ეს მიუთითებს გუნდურ პრობლემაზე სერიოზული პრობლემები გვაქვს ჩვენ ბოლო 6 თვეა ცოტა მეტი კიდე რა და მოკლედ მაგარი სამუშაოა და მივოდექით პირველ გოლს რომელიც ყველას თამაშგარე გვეგონა თუმცა როგორც კი გამეორება იყო ეგრევე მივხვდი რომ გოლი იყო ეგ რა იმდენჯერ მაქვს ფლიკის ბარსელონას თამაში ნანახი და მაგათ ხელოვნური თამაშგარეები ეგეთი სიტუაცია ადვილი შესამჩნევი არის გოჩოლეიშვილი ჩარჩა აქ და ყველამ რა თქმა უნდა იმ მომენტში ცხელგულზე ვიფიქრეთ რომ ფეხბურთელი რომელიც მარცხენა მცველი არ არის და არის ზოგადად მარჯვენა ვინგბექი მარჯვენა მცველსაც კი არ თამაშობს წლებია უკვე 4-3-3 სქემაში დავაყენეთ მარცხნივ და ბურთს ამოტანის დროსაც ჩანდა რომ ანუ სუსტ ფეხს ვერ ხმარობდა რამდენიმე ტექნიკური წონი ჰქონდა საჭირო პასის მომენტში და ხო ნუ ხდება რა როდესაც თლიანად ანუ შეტრიალებული შებრუნებული თამაშობ რა როცა ფლანგს გიცვლიან განსაკუთრებით ცველს თლიანად იცვლება შენთვის სტადიონი აღქმა შეგრძნებები და ეს ხაზის დაცვა და ყველაფერი ანუ არ არის ეგეთი მარტივი გადაწიე გადმოწიე FIFA ეგ არ არის დაუბრუნდეთ ახლა გოლის ეპიზოდს თურქების ცენტრალურ ცველს ამოაქვს ბურთი და ანუ ღია ბურთს ეძახიან ამას რა და რატომ ახლა დააკვირდით კადრს აქ არ არის მაღალი პრესინგი არ არის ბევრი ფეხბურთელი ერთ სივრცეში მოყრილი და აშკარაა რომ ცენტრალური ცველი იმზადება გადაგდებისთვის ანუ ჩაგიგდოს უნდა საჯარიმოში პასი უნდა გააკეთოს გრძელი გარემარბზე ან ცხრიანზე ასეთ მომენტში გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა და წეღან ფლიკის ბარსელონა შემთხვევით არ ვახსენე რა ეგ გუნდი არის ბოლო წლებში გამონაკლისი რომელიც ძალიან ამოწეული და ერთ ხაზზე გაწელილი ესეთი მაღალი დაცვით თამაშობს და ხელოვნური თამაშგარეებით იგებს მატჩების 70%-ს. ეს გამონაკლისი გუნდია რა, მაგრამ უმრავლესობა გუნდების ასე დროს იხებს უკან. ანუ დაცვის ხაზი დაბლა ჩადის რა, რომ ეს ჩაგდებული ბურთი მარტივად მოიგერიოს და თავით იქნება თუ რაღაც იქნება ამოიტანოს რა. და აქ უყურეთ რა, შენელებული კადრი გოჩოლეიშვილი ამ ყველაფერს უყურებს და ნელ-ნელა მიდის უკან სწორედ ხაზს წევს, მაგრამ სინქრონში სხვა მცველები პირიქით განსაკუთრებით ცენტრალურ მცველებზე ითქმის ეს რა, ზემოთ ადიან. რატო ადიან ზემოთ არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენს ნაკრებს ხელოვნური თამაშგარე იმდენად არასდროს შეუქმნია რომ რაღაცა 40-იანი წლების ურუგვაის მაგონებს რა ჩვენი ნაკრების თამაში ეგ არა არზის ჩვენში ვერ ვთამაშობთ ეგრე ჩვენ ტაქტიკურად ეგრე მაგრად არც ერთი მწვრთნელის ხელში არ მახსენდება ეგეთი ფანდი და აი მარტივად მოგერიებული შეტევები მე თქოს რომ აი სირბილი არ მოგვიწევს და ესე ხელოვნური თამაშგარით გავედით ფონს რა და ეს რატო მოხდა ეს მიუთითებს რა თქმა უნდა კვლავ შეცდომაზე ვარჯიშების დროს ნაკლებობა არის შეთამაშება და რაღაც ანუ ამ 4-ულმა მე მგონი კი არა პირველად ითამაშა საერთოდ ოფიციალურ შეხვედრებში და ეს ზოგადად კრიტიკული მომენტი არის, როდესაც თურქეთში გიწევს თამაში ასეთი გამოუცდელი 4-ულით. კი, რა თქმა უნდა, აქ შეგვიძლია გოჩოლეიშვილსაც დავაბრალოთ ეს მომენტი, რომ შევაბრუნოთ მეორე კუთხით იმ ხალხის არგუმენტებიც მისაღებია, რომ სამი კაცი იყო აწეული და ესეც დარჩენილი იყო, მაგრამ ამ ყველაფერს როგორც ვახსენეს, ჭირდება შეთამაშება, დაგეგმვა და ელემენტარულად 1-2 მატჩი მაინც უნდა კონდეს გამოცდილება მე ერთად მიღებული ამ 4 კაც გოლის ხო. პირველად რო აყენებ სიგიჟე არის ეგ რა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ასეთი ღია ბურთების დროს დაცვა უკან იხევს და წინ არ უნდა ასულიყვნენ ესენი ეს იყო სინქრონული შეცდომა თქვენ რას ფიქრობთ ამაზე გამოვუშვით კომენტარები ძალიან მაინტერესებს ამ მომენტთან დაკავშირებით თქვენი აზრი ახლა მინდა განახოთ კადრი რომელიც ამტკიცებს თუ რატომ არ ვართ მზად 4-3-3 თამაშისთვის და
ამას პასუხი არის ჩვენი დაცვისა და ნახევარდაცვის არასინქრონული მოძრაობა და გადაზღვევის არ ქონა, ასე ვთქვათ რა, როდესაც ერთი მოთამაშე ცდება და დროული გადაწყობა თითქმის არცერთ შემთხვევაში არ ხდება. ამ მომენტში გავიდა მესამე გოლი ჩვენს კარში, მაგრამ აქ მთავარი არის რომ გოლამდე რა მოხდა რა. იმიტომ რომ ცენტრში რიცხობრივი უპირატესობა თურქებს არ ქონიათ, მაგრამ დააკვირდით პრესინგს აქ. ფეხბურთელები 3-3-ზე ვართ, იქ ქოჩორაც ავიდა, მერე მიანება თავი რატომღაც აღარ გაყვა თუ ფეხბურთელს, რომელმაც გადამწყვეტი დაყმა განახორციელა, რის შემდეგაც დაამატეს და გოლი გაიტანეს და აქაც კაკაბაძე ამოყვა უკვე ერთ-ერთ თავის უბრალოდ ოპონენტს, ზონა მიატოვა, იქ პასი გაიჭრა, ანუ მოკლედ გუნდური შეცდომა კლასიკური რა ხედავთ და გოგლიჩიძე იყო იძულებული რომ აქ ვარდნით ბურთი ამოიტანა და დაესწრო და რაღაც, მაგრამ ვერ დაასწრო აქტურკოგლოს, რომელიც ძალიან სწრაფი არის და მე ყველაფერი დასრულდა კატასტროფით, გოლით. ეს იყო, ნუ, 3 კაცი ხო შეცდა აქ და მაგრამ გუნდურად ის კადრი არის თავარი, რა 4 კაცი რო ქრჩება თურქების კონტრიერიშის დროს უკან, ანუ როგორ ერთად დგანან შეყრილი, ასე და სივრცე არის აუთვისებელი. აქ ჩანს რომ ვერ ვასწრებთ, ან ჩვენ ნელი ფეხბურთელები კი არ გვყავს. ამას მე არ ნელი ფეხბურთელი შეგვყავს, ან თვალი, კაშო, სტილიდან გამომდინარე იქ ზოგი ასაკერნო. ეგ ხდება რა, ანუ მარტო ქართველებს არ ჭირთ, ყველას ჭირთ ეგ, ანუ ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა ფეხბურთში რა. სტილიდან გამომდინარე იმას ასე უნდა ეთამაშო, იმასთან სხვასთან სხვა უნდა დააყენო და ჩვეულებრივი ხდება ფეხბურთია. შეგვიძლია ჩვენ რომ ვითამაშოთ სწრაფადაც, ფიზიკური ორთაბრძოლებიც მოვიგოთ, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება მუშაობა, რას გულისხმობ რომ ეს თუ არ დამუშავდა უმაღლეს დონეზე, პატარა მცირე დეტალები წყვეტს თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს, ანუ რა. ამ ხელა რაღაც რო გამოხრჩეს, შეიძლება რომ მთელი რაღაცა 10 წლის შრომა ჩაგეყაროს წყალში რა, მოგხვდარა ეგეთებიც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო მაგალითად აი სპრინტები მოუგეთ რა, ორთაბრძოლებიც, სისტრაფეშიც დავჯაბრეთ, აი ლოჩოშულსაც კაი ის ქონდა დაზღვევები, გოგლიჩიძესაც სივრცეში რო გაიქცა, იქ ილდისაც და აქტურკოგლუსაც ისე გაასწრო, რომ კაი მაგარი გარემარბი გეგონებოდა რა, მაგრამ ანუ პოზიციურად თამაში, სწორი გადაადგილება, ურთიერთდაზღვევა, რომ არ დაგეტყოს ეს ყველაფერი, რაც გაქვს შენ ნაკლი, რომ შენი მინუსები რო შეავსო. ხო, აი მაგათ შენ რო ორჯერ გაუჭერით თურქებს ხაზი, ჩანს რომ საკმაოდ სუსტი საყრდენი ზონა აქვთ, ფლანგის ცველები არ ყავთ საიმედოები და ორი ისეთი მაგარი მომენტი შეუქმნით რამდენიმე პასით, რომ ორი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ იქ ჩვენი პრობლემა გამოიკვეთა, რომ ერთმანეთს პასებს აღარ ვაძლევთ რატომღაც, ბოლო თვეებია და ეგ უკვე ჩვენი პრობლემა არის. და ამ შემთხვევაშიც ასე იყო რა, ანუ 4-3-3 თამაშისთვის ჯერ არ ვართ მზად. ამას ჭირდება ძალიან დიდი ხანგრძლივი სამუშაოები, პირველ რიგში ვარჯიშები, ტაქტიკაზე მუშაობა, ახსნა, სწორი კადრების შერჩევა. ასე უცებ რომ აი უკრაინამ დამიმუღამა და 5-3-2 აღარ მუშაობს და შეო, აი გადავედით რა 4-3-3-ზე დროა. სად ითი გადადიხარ, ანუ როგორ გადადი ტრანსფერი გააკეთე, კლუბი ხარ და ახალი ფეხბურთელები მოყავს. თუ როგორ, ძალიან საინტერესოა რა. და აი ამ დაუგეგმავმა გადასვლებმა და ცვლილებებმა მილიონჯერ მიხსენებია ერთა ლიგაზე მოსაგები თამაშები საკმაოდ დაბალი დონის მეტოქეებთან თურქების და ესპანელების ფონზე წაგვაგებინა თამაშები რა. ამან მიგვიყვანა სავალალო შედეგამდე, ანუ ამ თაობის ფეხბურთელებიდან ვიღაცებს აღარ იქნებათ კარიერას დაასრულებენ შანსი რომ საფრანგეთის ჩემპიონატზე ითამაშონ. მოკვდა ეს შანსი 2030 წელს უნდა დაველოდოთ. ძალიან მტკივნეულია ეს ბევრი ფეხბურთელისთვის რა, დარწმუნებული ვარ. ახალგაზრდებს აქვთ შანსი, მაგრამ ასაკოვან ფეხბურთელებს არ არის, ბოლო მომენტი იყო ეს რა. და მოკლედ იმედს ვიტოვებ, რომ იმუშავებენ, იქნებიან თვითკრიტიკულები და ეს რაღაცა კარჩაკეტილი საზოგადოება აღარ იარსებებს, ასე ვთქვათ რა, მედიასთან და კომაგებთან და ყველასთან ურთიერთობას გულისხმობ რა. პრობლემა რო გადაჭრა, ჯერ უნდა აღიარო, რომ ეს პრობლემა არსებობს და თუ არ აღიარე და არავის უთხარი და შეუღრინე და არ შეიმჩნიე, მერე ის პრობლემაც არ შეგიმჩნევს და კიდე გამეორდება და ვინ რჩება ბოლოს არ შემჩნეული და თამაშგარეში, აგერ კარგად ხედავთ მაგას. კვლავ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ვიდეო დაალაიქოთ აუცილებლად, გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი და თქვენს კომენტარებს ველოდები ნებისმიერ კითხვას, რაც დღევანდელ თემებთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ. ხო, ჩვენი Facebook ჯგუფიც რა თქმა უნდა ცხელია, აქტიურია, მისი ლინკია არის ქვემოთ ვიდეოს აღწერაში და რავი, ბევრი საინტერესო ლინკია ქვემოთ, აგერ ჩემი პირად TikTok-იც მაქვს და იქაც ბევრი საინტერესო ვიდეოს ვსდებ და შეგიძლიათ ეგეც ნახოთ ქვემოთ. ახლა კონკრეტულ მოთამაშეებზე უნდა გადავიდე, იმიტომ რომ მარტო მწოთნელზე გადატეხო ჯოხი და ერთ კაც დააბრალო, ეს ვიდეოს დასაწყისშიც ვახსენე, ამას არ ვაპირებ.
სანიოლს საკმარისად ხდება ისედაც კრიტიკა. ფეხბურთელებს უნდა შევეხო, იმიტომ რომ რეგრესია აქვს ძალიან ბევრ მოთამაშეს ნაკრებში რა. განსაკუთრებით უნდა გამოყო ნახევარდაცვის ხაზი. ველოდით ყველანი, რომ გაგნიძეს მიეცემოდა მაგალითად შანსი, ხო, იმიტომ რომ ახალი კადრია, რაღაცა სიცოცხლე შემოიტანა ცენტრში, დაბალანსებული არის ართმევაზეც, პრესინგზეც, ბურთის კონტროლზეც, კარგად ურტყამს, შეტევა გოლებიც გააქვს. სასიამოვნო სიახლე იყო რა და ესპანეთთან მცირე დრო მიიღო, აქაც ანუ მეორე ტაიმში შემოვიდა, პლუს ეგეთი კაი ბონუსი არის ლომინაძე, რომელიც მე მგონი ყველაზე კარგ ფორმაშია ჩვენი ნახევარმცველებიდან, კიტეიშვილს თუ არ ჩავთვლით ამჟამად და ორივემ შეხვედრაში დარჩა განაცხადს მიღმა. ტრავმა ნამდვილად არ ქონია, შემიძლია დაგდასტუროთ. მე მგონი ცოტა უსამართლობასთან გვაქვს და ორმაგ სტანდარტებთან, არ ვიცი, რავი, ეგეთი ფეხბურთელი ყავდეს, რომელიც განსხვავებას ქმნის მოედანზე, ელემენტარულად ისეთი აღნაგობა აქვს და საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერია და ასე შემდეგ რა. ეგეთი კაცი დატოვა განაცხადს მიღმა აუხსნელი არის. და ქოჩორაშვილს აქვს ასევე რეგრესი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეგეც. კარგი გამონათებები ჰქონდა ქოჩორას. კაი გოლი გაიტანა. თურქეთთან პირველ თამაშიც ჰქონდა რამდენიმე ლამაზი დასამახსოვრებელი მომენტი, მაგრამ ეს ის ქვისგან და რკინისგან გამოთლილი ქოჩორა აღარ არის რა, წინა ორ წელში ვინც იყო. და აქაც კონკურენციის თემაა რა, არ უნდა იყვნენ ხელშეუხებლები, არც კაკაბაძის მაგალითი რო ავიღოთ, ხელშეუხებელი მარჯვენა მცველია და კაკაბაძეს რეგრესია აქვს რა. ძალიან ბევრი პასი გაუფუჭდა, პოზიცია წააგო, ორთაბრძოლა წააგო, შეტევაში ვერ ერთვება. უკანაც სივრცეებს ტოვებს და არ არის კონკურენცია რა. ზოგადად კონკურენციის არ ქონა, ყველა დარგს არა მარტო ფეხბურთს და ფეხბურთელებს უქმნის პრობლემას. ეგ არ არის ახალი ამბავი. ასე ხდება ცხოვრებაში. მექვაბიშვილსაც ამ ხელოვნდობა რატომ ქონდა, ჩემთვის იყო გაუგებარი ეგ ამბავი. ძალიან გაუგებარი იყო და ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. რატომ ამ ხელოვნდობა, რა დამსახურებებით ასეთი კონკურენციის ფონზე გულისხმობ რა? იმიტომ რომ ვახსენე რომ სკამზე ისხდნენ საკმაოდ კარგი ნახევარმცველები, კარგ ფორმაში მყოფი. და აშკარად რაღაც სიახლე გვჭირდებოდა, რომელიც ვერ დავინახეთ. ახლა მიქაუტაძეზე მინდა გადავიდე, წეგან ვახსენე ის მომენტი რა, რომელიც ვერ გამოიყენა და პასი არ გააკეთა და ესპანეთთანაც ცუდად ითამაშა, წინა სანაკრებო პაუზაზე ცუდად ითამაშა. ზოგადად, როდესაც ჟორჟზე თამაში არ მიდის, გუნდი ხშირად არ უტევს. ან ხშირი კონტრშეტევები არ აქვს. იკარგება რა მიქაუტაძე. შეფასებებშიც სწორად ეწერა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ჰქონდა. სწორად გაიყვანა, როცა ბუდუ შეუშვა, გუნდმა საცხოვრებელ შტაბმა უნდა იმუშაოს, რომ ასეთი ფორვარდი რო ყავს, რომ გამოვიყენოთ და თუ იცი რომ ესე თამაშებში კონკრეტულად მეტოქესთან გამოუსვედეგარია ასეთი ფორვარდი, მოდი სხვას დააწყებინე მაშინ რა, იმიტომ რომ გვაქვს არჩევანი საბედნიეროდ და ამასაც რაღაც ვერ ვხედავ რომ ამ მართულებით ვმუშაობთ რა. გოგლიჩიძესაც შევეხები, ქონდა მასაც პრობლემები, იგივე ზონები რო ახსენე კუთხურის დროს ეგან აქაც მისი ბრალეულობაც იკვეთებოდა, შეეძლო რომ ზონა გაეკონტროლებინა, ცველებს ევალებათ ასე ანუ ერთ-ერთზე იყვანენ ვიღაცებს თუ დაგავალეს, მაგრამ ზოგს აქვს დავალება რომ აი ამ ზონაში გაწმინდე რა, აკონტროლე. აი მაგას ვერ ვხედავთ რა, ლოჩაშვილსაც იგივე თქვათ შეგვიძლია. მათ ევალებოდათ პირველ რიგში, ეს ყველაზე ტანმაღალი და თავით კარგად თამაშობ ფეხბურთელები ეგენი არიან. მოკლედ ძალიან ბევრი სამუშაო არის და ჯერჯერობით მზად არ ვართ, როგორც ვახსენე 4-3-3-ზე გადასვლისთვის. ასევე არ ქონია კარგი შეხვედრა არც ხვიჩა კვარაცხელიას, დაკარგული იყო ისიც, რამდენიმე კარგი გაბრწყინება იყო, მაგრამ აი დასარტყმელ ეპიზოდებში ვერაფრით გაისწორა მიზანი, უკვე მე რამდენი შეხვედრა აღარ მახსოვს და ზოგადად ვერ ვიყენებთ ასევე როგორც ვიქაუტაძეზე ვთქვი, ვერც ხვიჩას. და რაც გვაქვს ეს რესურსი, სწრაფი ვინგერები, გარემარბები, ფლანგები ვერ ვიყენებთ რა, კეტავენ მარტივად. დაახლოებით აი მახსენდება სპალეტის წასვლის შემდეგ მყოფი ნაპოლი რო ჩამოიშალა და რუდი გარსია რო დანიშნეს და ლიდერები რომ ასე ვთქვათ დაბმული ყავდა ყველა მეტოქეს და ამუკეტილი რა გალიაში დაახლოებით აი რაღაც ეგეთ წააგავს ჩვენთანაც არ ხერხდება ვერ ხერხდება ჩვენი პლუსების გამოყენება ეგეთ ცუდი გუნდის არ ვართ ეხა რა ესე არ არის კარგი ფეხბურთელები ყავს კარგი თაობა ყავს არის ინდივიდუალური შეცდომები რომელზეც ვისაუბრე უნდა გამოსწორდეს ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს რა და ასე წაგება უჯიგროდ ანუ ესპანეთთანაც ვნახეთ და თურქეთთანაც ვნახეთ და თბილისში რავი 2-3 რო წავაგეთ ეგ თქვენ გონიათ რომ ბრძოლა იყო და ფრე შეგვეძლო რომ გაგვეწურა ნურას უკაცრავად რა იმ კაც უმადლოდეთ დამავიწყდა გვარი დაწერით აგვარია ეგ ფეხბურთელი რომელიც გააძევეს რა ანგარიში იყო ეგ კაცი რო გააგდეს მოგახსოვთ და საერთოდ არ ქონია უპირატესობა 5-1-თან 6-2-ს წავაგედით რაღაც მაგ თამაშს კაცი რო არ გაიგდოთ რა მე რო გამოვიდა ვილი პრესკონფერენციაზე და მეორე ტაიმ მომეწონა და
ძირე დაგვაკლდა ფრემდეო, რატო დაგვაკლდა? უწყინარ სიტუაციაში კაცმა თავი გაიგდო იდიოტმა. მაგიტო დაკარგა ორი ქულა კინაღამ თურქეთმა. თორემ თბილისშიც ძალიან სამარცხვინო წაგება გველოდა. იქაც შეგვისწავლეს და გვაჯობეს რა და იქ კიდე ძველი დეოში ვისაუბრე ხა რა კასკადი იყო შეცდომების ჩვენი მხრიდან. ჭირდება სწორი მუშაობა. როცა ვილი თქვა რომ მატჩის წინ რა კატასტროფული რამ თქვა, ტაქტიკა არ არის მთავარი. მთავარი არის რომ ფეხბურთშიო სწორი მიდგომაო. ამას დიდხანს ფიქრობდი, ანუ თარგმანია არასწორი, მე ვერ გავიგე, ჩემში ხო არა პრობლემა. წარმოუდგენელია 2025 წელს და ამ საუკუნეში სადაც არ ვიცი კოსტა-რიკა მსოფლიო ჩემპიონატიდან იტალიას და ინგლისს აგდებს და ეგეთი რაღაცები ხდება და ლესტერი ხდება პრემიერ ლიგის ჩემპიონი, შენ გამოხვიდე და თქვა რომ ტაქტიკა არ არის, თავარი მიდგომა არისო. რავი, ორივეა, თავარი ორივე, მიდგომას და ტაქტიკას. არ შეიძლება ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცები გაყო და ერთი აირჩიო რა. მიდგომა არის ფსიქოლოგია, ფეხბურთელებთან საუბარი, დამუხტვა, სწორად მიდგომა ნების კონკრეტული თამაშისთვის, ხო? მაგრამ ასევე სწორად მიდგომასთან ერთად არის სწორი დაგეგმარება. კონკრეტული მეტოქიდან გამომდინარე, ეს არის ერთი ორგანიზმია. ამის გახლეჩა არ შეიძლება რა. თორე ესეთ სახეს ვიღებთ. მე როგორც ჩვენ მქონდა ბოლო თვეებში. ბევრჯერ მიხსენებია, რომ ტაქტიკურად და ანალიტიკის მხრივ ჩვენი შტაბი საკმაოდ მოიკოჭლებდა და ეგეთი რაღაცების ხმამაღლა გაჟღერება არ შეიძლება. როგორც ფიქრობდე, ეგეც დანაშაულია შენ თავში და მოინანიო უნდა რა. მაგრამ საჯაროდ მაგის გაჟღერება მე მგონი რომ სავალალო მდგომარეობა. რას ფიქრობთ თქვენ სანიოლთან დაკავშირებით მივადექით მთავარ თემას და კითხვას 2028 წლამდე გაუგრძელდა კონტრაქტი, რასაც მე არ ვეთანხმებოდი და ალბათ საქართველოს მოსახლეობის 90% არის არ ეთანხმებოდა. ამხელა გახანგრძლივება კონტრაქტის საშიშია. ჟოზე მოურინიო ცალკე ფენომენი არის, რომ ყველა გაწყვეტილი კონტრაქტიდან 20 მილიონი რო რჩება, მაგრამ ეგეთ შეცდომა არ უნდა დაუშვას საქართველოს ნაირმა ქვეყანამ. მგონი დროა უკვე ცვლილებების ნაკრებში ახალი შტაბი გჭირდება, ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრე ფსიქოლოგიაზე და საერთოდ უნდა გადაიგეგმოს ზოგადად ყველაფერი უნდა გადაიგეგმოს ჩვენს ნაკრებში. ფსიქოლოგი, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება, სწორი მიდგომა, ფეხბურთელებთან საერთოდ სხვანაირი დამოკიდებულება და მუშაობა გჭირდება. ეს რომ აი ბრტყელი ფრაზები, რასაც პრეს კონფერენციებზე ვისმენთ, რომ აი მიდგომა არ მოგვეწონა და ჩვენს თავს არ გვავართ და კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ და ისევ ევროპის ჩემპიონატის ეიფორიაში ვართ და ნუ კარგი ეხა რა, არ შეიძლება რა ესე საუბარი მართლა და მართლა რა აქვს ყველაფერს საზღვარი რა. ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული დაგეგმარებაში, სელექციაში, რომელზეც პასუხები არ გაცემულა და ესეთი ახსნა განმარტებები მიუღებელია რა, ძალიან მიუღებელია და იმ საფეხურზე გადასასვლელად ერთა ლიგა რო შეიქმნა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გამარტივდა, იქამდე გუნდების რაოდენობა გაიზარდა, დაგვეხმარა UEFA რომ ჩვენ არ გუნდებს შანსი მისცემოდათ. ჩვენ არ გავსულვართ კლასიკური შესაძლებელი ციკლიდან ევროპის ჩემპიონატზე. ეგრე უნდა გავიდეთ ჯერ ევროპაზე და არა ერთა ლიგიდან ნაჩუქარი შანსით. და შემდეგ ვისაუბროთ პროგრესზე, რომ მეორე ადგილს მაინც დავიკავოთ ჯგუფში. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას კიდევ უფრო მეტი პროგრესი ჭირდება, იმიტომ რომ მეორეზე რო გახვალ იქ მე პლეიოფში ორი დრაკონი ყავს დასამარცხებელი, ვინ მოგიწევს კაციშვილმა არ იცის. მეორე ადგილიც არაფრის გარანტია არ არის. ამას ჭირდება წინსვლა, რასაც ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ჩეხეთთან 4-1 შემდეგ არის აბსოლუტური რეგრესი და მოკიბვა და რაღაცებზე და ვიღაცებზე გადაბრალება არის აი პილატეს პოზიცია რა, ხელები დამიბანია რა. ვინ უნდა იყოს ახალი თამარმოწმებელი ნაკრების ასე უკვე თქვენთვის მომენტია, კომენტარებში დაწერეთ, ვისაუბროთ ამაზე. ქართველი უნდა იყოს უცხოელი თუ როგორ და ასე შემდეგ და მოკლედ როგორ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ანალიზი, რამე კრიტიკა ხო არ დაგაკლდათ რაიმე ნაწილში, გამოუშვით, მაგაზეც ვისაუბროთ, რამე თუ გამოურჩა, რა შენიშნეთ, რა ვერ შენიშნეთ და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერს ველოდებით თქვენგან. აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, 2000 ლაიქზე გათამაშება ირთვება, წესები უცვლელია. კომენტარებს დაწერთ, შემდეგ საინტერესო კომენტარებს ამოვარჩევთ, თქვენგანი მოიგებს ჩვენი პარტნიორის რეტრო სახლის მაისურებს. მოკლედ ყველაფერი გვაქვს უცვლელად, მაგრამ დღევანდელ ვიდეოზე როგორც დასაწყისში აღნიშნე, თქვენი თანადგომა განსაკუთრებით ჭირდება, რაც შეიძლება მეტი ლაიქი და კომენტარი გვინდა და ბევრჯერ ვიმეორებ, აი მეც არ მიყვარს ამის გამეორება, რომ აი 63% ცოტა მეტი გამოწერის გარეშე უყურებს ვიდეოს და თქვენი თანადგომა, მუხტი, мотиваცია ეგ არის რა, გამოწერის ღილაკს რო აჭერთ, ანუ ეგ ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდის ეს შრომა დაფასდა. მოკლედ, აი ამ ცირედისთვის წინასწარ გიხდით მადლობას და რა თქმა უნდა, სროცხლიანი ძალიან საინტერესო, საჭირო ანალიზით კვლავ მალე დაგიბრუნდებათ.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და უკეთეს მომავალს უსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.